Kezdi shembo michilda me momenti sheni khmao khmao pasotki aramida na sheni pasi mitkhrzmao da na sheni pasi mitkhrzmao da edagame amas pikrod ratoma chvelshi tsesi archevadi tsudi gvkodes na haradani uaresida na haradani uaresida ibitom rom artavadeba portireba saotsari kotsi xteba natsis katsina natsi xteba kotsarina natsi xteba kotsarina natsi xteba kotsarina მოგესალმებით ყველას. არა, სიმღერაც არის. ეს პირდაპირ ჩვენ იმისთვის დაუწერიათ. კაია თუ მიხვდნენ ამას, რომ მართლა ესეთი არჩევნებია, ქოცნაცური და პირველობისთვის რო არის. ჩევანი და არადანი. ან ქოცები, ან პირველობისთვის ბრძოლა რო არის. სულ ამას არ ვიცახი. საქართველოს უფრო ამ გლობალურ იმაში ერთ-ერთი რაღაცა ტრაგიკული ქვეყანად აღვიქვა მე. რო კიდე ქოთქოთი მატულობს ამ მოახლოება არჩევნებთან დაკავშირებით და არის გაუთავებელი ოპტიმიზმი. ერთი ნაწილი ოპტიმისტებისაც ჯერათ რომ ოქტომბერს ჩემოდნებს ჩაულაგებენ ბიზნესს და მისრავს და სად გადადენიან მე არ ვიცი. მეორენიც იძახიან რომ ჩვენ გამანადგურებელი იმით მოგიგებთო და ქოცნაცური სიმღერებით შემოგთავაზეს. რო ვიძახი ქოცნაცურია საქართველოს უცებ თავში მოსვლიათ და სიმღერაც ჩაწერეს. მეგრული ის გადააკეთეს ისა ქოცები და ნაცები. როგორ მიხვდნენ ამას? ხო არ უსმენენ ჩვენი მეებს ახლა არავის არ უთქვეს ქოცნაცური როა დემოკრატია საქართველოში მე ვთქვი ეგ სულ პირველად და ხო ეს რა ვიცი აფსაიდშია ქვეყანა რა ეს ახლა ევროპა ამერიკა სხვა პრობლემებია ინტეგრირებული აი საქართველო არის აფსაიდში ოფსაიდი არა თამაშ გარეთ არის რა გამარჯობა მოდი დღეს ჩაუღრმავდეთ ერთ ძალიან საინტერესო ფილოსოფიურ არგუმენტს რომელიც პოლიტიკასაც ეხება ჩვენს ადამიანურ ბუნებასაც და ყველაფერს სულ სხვა თვალით დაგვანახებს ეს არის ანალიზი, რომელიც გვაიძულებს დავსვათ ერთი ფუნდამენტური კითხვა. აი ეს კითხვა დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გსმენიათ, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, ხო? მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე რომ იქნებ ეს ვითომ და გარდაუვალი არჩევანი, სინამდვილეში უბრალოდ კარგად შენიღბული ხაფანგია. ეს დილემა სხვათა შორის სულ ახლახან განსაკუთრებით გამწვავდა ამერიკაში კონსერვატორი ჩარლი კირკის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო. და ამან ბევრი დააფიქრა. იქნებ ეს ნაკლები ბოროტების არჩევა. სულაც არ არის პოლიტიკური აუცილებლობა და სინამდვილეში მახეა, რომელშიც გამუდმებით ვებმებით. იმისთვის რომ ამ დილემას ჩავწვდეთ, ამ ანალიზის ავტორი გვთავაზობს, რომ პოლიტიკურ სიმპტომებს კი არ ვუყუროთ, არამედ ბევრად უფრო ღრმად ჩავიხედოთ პირდაპირ ადამიანის ბუნების ფუნდამენტურ პრობლემაში. და ყველაფრის სათავე ამ ანალიზის მიხედვით სწორედ ეს ყოფილა. ანუ, რას ნიშნავს ეს? რომ კონფლიქტის მიზეზი ხშირად იდეოლოგია კი არ არის, არამედ ადამიანის ეს დაუოკებელი ცხოველური სურვილი, რომ სხვებზე უკეთესი და აღმატებული იყოს. აი მაგალითად გავიხსენოთ კაინისა და აბელის კლასიკური ისტორია. რატომ მოკლა კაინმა აბელი? იმიტომ რომ ღმერთმა აბელის ზღვენი მიიღო და აღიარა, მისი კი არა. ანუ აბელის სტატუსი პირდაპირ საფრთხედ იქცა კაინის თვითმნიშნელობისთვის, რამაც საბოლოოდ ტრაგედიამდე მიიყვანა. ან აიღეთ თუნდაც მეფე საულის ისტორია. წარმოიდგინეთ, კაცს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ რა დაღუპა? ერთმა უბრალო სიმღერამ. საულმა 1000 დაამარცხა, დავითმა კი 10,000. დავითის აღიარება მისი როგორც მეფის თვითმნიშნელოვნება უბრალოდ გაანადგურა. ეს არ იყო პოლიტიკური საფრთხე, ეს იყო ეგზისტენციალური კრიზისი. და აი სწორედ ამას გულისხმობს ეს ანალიზი ცოდვაში. ეს არ არის უბრალოდ რაღაც წესების დარღვევა, არა. ეს არის ადამიანის შინაგანი პირველყოფილი წყურვილი იყოს სამყაროს ცენტრი. და სწორედ ეს წყურვილი შობს მერე შურს, სიძულვილს და საბოლოო ჯამში ყველა კონფლიქტს. კაი ბატონო, გასაგებია ეს ბიბლიური მაგალითები, მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი დღეს? აი მაგალითად ნებისმიერ ქართულ პოლიტიკურ თოქ-შოუში.
მოდით წარმოვიდგინოთ ეს ძალიან ნაცნობი სურათი. ვიღაც იწყებს საუბარს, მაგრამ მას მაშინვე აწყვეტინებენ. ის ჩუმდება, ელოდება რომ დაამთავროს, მერე ხელახლა ცდილობს და ისევ აწყვეტინებენ. ხვდებით ხომ? ეს არ არის დიალოგი. ეს არის ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ არის აქ მთავარი. და აი, აქაა ძაღლის თავი დამარხული. პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს იდეები არ მოსწონთ. პრობლემა ისაა, რომ მეორე ადამიანის საუბრის ფაქტი შენი თვითმნიშნელოვნების შეურაცხყოფაა. ანუ ბრძოლა მიდის არა ჭეშმარიტებისთვის, არამედ სტატუსისთვის, იმისთვის თუ ვისი სიტყვა იქნება ბოლო. და რა ხდება მაშინ, როცა ეს პიროვნული პრობლემა უკვე მთელი ერის, მთელი ქვეყნის დონეზე იჩენს თავს? შედეგი გაცილებით უფრო მასშტაბური და სახიფათო პოლიტიკური კრიზისი. აქ ავტორი ძალიან რადიკალურ და ალბათ ბევრისთვის მტკივნეულ კითხვებს უამს. რა არის ქართული კულტურა? რამდენად თვითმყოფადია ის? და არგუმენტი ასეთია: როდესაც ერს არ აქვს მყარი, შინაგანად გამომუშავებული იდენტობა, ის იძულებული ხდება საკუთარი თავი მუდმივად სხვას შეადაროს. და სწორედ აქედან იბადება ის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც უკვე 30 წელია საქართველოს ორად ყოფს. პროდასავლური თუ პრორუსული. ანუ დააკვირდით, არჩევანი გვიწევს არა შიდა ქართულ გზებს შორის, არამედ ორ გარეგან იდენტობას შორის. და აი აქ ისმის ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც მთელ ამ ანალიზს ერთად კრავს. თუ ერი გამუდმებით ცდილობს საკუთარი თავის სხვასთან მიმართებაში განსაზღვროს, მაშინ თვითონ პროქართული სადღაა ამ ყველაფერში, სად იკარგება? მაშ რა არის გამოსავალი? თუ ეს არჩევანი მართლა ხაფანგია, როგორ უნდა დავახციო თავი ამ გაუთავებელ დამღლელ ციკლს? სტანდარტული არგუმენტი ხო ყველამ ვიცით, არა? ჩვენ ვამართლებთ ჩვენს არჩევანს იმით, რომ დიდი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მზად ვართ დროებით შევეგუოთ რაღაც ნაკლებად ცუდ ვარიანტს. მაგრამ აი სწორედ აქ იმსხვრევა მთელი ეს ლოგიკა. რატომ? იმიტომ რომ ძალაუფლება რყვინს. ის ვინც დღეს ნაკლები ბოროტება, ხვალ, როდესაც ძალაუფლებას მოიპოვებს, თვითონ გახდება ის დიდი ბოროტება, რომელსაც თურმე ვებრძოდით. და რა გვაქვს შედეგად? გაუთავებელი, დამღლელი წრე, სადაც ერთი ბოროტება უბრალოდ მეორეს ცვლის, მაგრამ ფუნდამენტალურად არაფერი ცვლება. ჩვენ კი ვრჩებით იმავე ხაფანგში, უბრალოდ სხვადასხვა დეკორაციებით. გამოსავალი კი ამ ანალიზის მიხედვით შეიძლება სრულიად რადიკალური იყოს. საერთოდ უარი თქვა ამ თამაში მონაწილეობაზე. იმის ნაცვლად, რომ ერთი ბოროტება მეორეთი ჩაანაცვლო, უბრალოდ დაელოდო, სანამ ბოროტება საკუთარ თავს თავად არ ამოწურავს და არ გაქრება. ასე რომ დაფიქრდით, იქნება ამ გაუთავებელ ბრძოლაში, სადაც წესები თავიდანვე ჩვენს წინააღმდეგ გადაწერილი, მოგების ერთადერთი გზა უბრალოდ თამაშიდან გასვლაა. ამ კითხვაზე პასუხი კი რა თქმა უნდა თქვენთვის მოგვინდია.